კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივი საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიძე სიტყვით გამოსვლასა და ორმხრივ შეხვედრებზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, სამიტის ფარგლებში მან ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში. ასევე ისაუბრა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობაზე. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიძე, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართა, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე დაკავშირებადობა და ეკონომიკური უსაფრთხოება გარდამავალ მწვანე პერიოდში. სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვის საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში და ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობას. გამორჩეული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის სათანადო პოზიციონირებისთვის ასე შეაფასეს საპარლამენტო უმრავლესობაში ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მერვე სამიტი. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ირაკლი კობახიძემ აღნიშნული პლატფორმაც საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუბრისთვის და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გამოიყენა. შეგახსენებთ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება. მონაწილეობა მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში. სამიტის ფარგლებში შედგა პირისპირი შეხვედრებიც. ირაკლი კობახიძემ, რა თქმა უნდა, ის პლატფორმაც გამოიყენა საქართველოს მნიშვნელობაზე საუბრისთვის. ხედავთ, რომ მსოფლიო ლიდერები ხვდებიან პრემიერ-მინისტრს და არის ძალიან საინტერესო აზრთა ურთიერთგაცვლა და თავისთავად ამ სამიტსაც თავისი მასშტაბური შინაარსიდან გამომდინარე აქვს თავისი კონკრეტული დატვირთვა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სათანადო პოზიციონირება, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს აღიარება, როგორც ძლიერი პარტნიორი და დასაყრდენი. თითოეულ ასეთ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, საქართველოს დელეგაცია იყენებს იმისთვის, რომ წინ წაწიოს ჩვენი ინტერესები. იქნება ეს ეკონომიკა, უსაფრთხოება, ორმხრივი ურთიერთობები, მრავალმხრივი ურთიერთობები და ასე შემდგომ. და სამიტიდან სამიტამდე თითოეულ ამ შესაძლებლობას ვიყენებდით და მომავალშიც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დიალოგის მაგიდაზე დავსხდეთ ყველასთან, ვისაც აქვს ამისი სურვილი და ინტერესი და ვისაუბროთ იმაზე, თუ კიდევ უფრო როგორ წავწიოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ხშირია ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან და სხვა ცალკეული ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ცრუ ბრალდებები, დეზინფორმაცია საქართველოს შესახებ და სწორედ ამიტომ ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რეალური არგუმენტების მოშველიებით სწორედ დაანახოს მსოფლიო ქვეყნის ლიდერებს, რომ საქართველოში ვითარება არის ჯანსაღი, დემოკრატიული განვითარება მიდის სწორედ ისე, როგორც შეეფერება საშუალო დონის ევროპულ სახელმწიფოს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება, სადაც კაია კალასმა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსი გააკრიტიკა და თქვა, რომ მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს შეფასებების თემაა თბილისში. მმართველი გუნდი კალასს უსამართლო თავდასხმაში ადანაშაულებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური თბილისი ჯანსაღი კომუნიკაციისთვის მზადაა, თუმცა ევრობიუროკრატები უსაფუძვლო ბრალდებებით დიალოგის ჩაშლას ცდილობენ. კაია კალასი არის ერთ-ერთი წყარო ორმხრივი ურთიერთობების დაძაბულობის და კონფლიქტის შემოტანის. ჩვენ საუბრობთ ამდენი ხანი უკვე დიალოგზე, ეს ადამიანი საუბრობს პირიქით დიალოგის ხიდების ჩატეხვაზე. ამიტომ ყველაფერი გასაგებია რეალურად ვის აქვს ერთის მხრივ დიალოგის სურვილი, პოლიტიკური თანამშრომლობის, პრაქტიკული თანამშრომლობის სურვილი და მეორეს მხრივ ვინ არის, ვინც დიალოგის მაგიდას აყირავებს, ხშირად აი უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენებით. ფაქტობრივად გამოდის, რომ ის გვეუბნებათ, რატო უშლით ხელს შავი ფულის ტრიალს საქართველოში და რატო უშლით ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების არალეგალურ დაფინანსებას. ფაქტობრივად მისი ეს განცხადება ამას ნიშნავს და ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი ევრობიუროკრატიისათვის და ევროკავშირისათვის, რომელიც პირველ რიგში ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. სწორედ ამ ღირებულებების ღალატია მისი ეს განცხადება და სწორედ აი ამ ღირებულებების არ დაცვის გამო ხდება ის ნეგატიური პროცესები თვითონ ევროკავშირის შიგნით, რაც მიმდინარეობს.
ერთიანი ნეიტრალური საქართველო ერევანში გამართულა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამი ცეხმაურება. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოება ყველაზე უკეთ აღიქვამს რეალობას და არ დაუშვებს, რომ საქართველო კვლავ იმ ქვეყნად იქცეს, რომლის სუვერენიტეტსაც უცხოელი პოლიტიკოსები თუ ორგანიზაციები და გაერთიანებები ფეხქვეშ თელავდნენ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს სახელით გვსურს გამოვეხმაუროთ ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც სულ უფრო მეტად შორდება რეალობას. რისი კიდევ ერთი დასტურიც ერევანში განვითარებული მოვლენებია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აქამდე გატარებული კურსიდანაც კი უხვევს. კურსიდან, რომელიც პირველ რიგში საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე იდგა. სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ვხედავთ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით იმ ფიგურასთან, რომელმაც საკუთარ გუნდთან და უცხოელ პატრონებთან ერთად ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციისთვის და იმისთვის, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველო მაქსიმალურად დაზარალებულიყო. ან და როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ კვლავ ცდილობთ გაურკვეველი კავშირების დამყარებას ევროკავშირთან, რომელიც როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ურთულეს მდგომარეობაშია და საკუთარი გაუაზრებელი პოლიტიკით გამოწვეული კრიზისების შედეგად ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იმყოფება. რეალურად ევროკავშირში დღეს რიგითი მოქალაქე ელემენტარულ საჭიროებებს ვეღარ იკმაყოფილებს. წარმოება შემცირებულია, ეკონომიკა ჩამოშლის პირასაა. ამას ემატება უკრაინის ომი, რომელიც უზარმაზარ ტვირთად აწევს მათ ბიუჯეტსა და პოლიტიკურ სტაბილურობას. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკვე აშკარად შეინიშნება ევროპასთან მიმართებით პოლიტიკის გადახვევის ტენდენცია, რაც კიდევ ერთი ალბათ ყველაზე მძიმე დარტყმა იქნება გაერთიანების უსაფრთხოებისთვის. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი დღეს არის აქტორი, რომლის მომავალიც ბუნდოვანია. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ისევ და ისევ ამ სივრცეში ცდილობს თავის დამკვიდრებას თითქოს იქ სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა გველოდება. ევროკავშირის მიერ საკუთარი უსუსურობის შესანიღბად ორგანიზებულ ერთი შეხედვით მასშტაბურ ღონისძიებაზე ფოტოების გადაღება და ნულოვანი გავლენის მქონე ამასთანავე ჩვენი ქვეყნის მტერ ფიგურებთან ხელის ჩამორთმევა არ არის დიპლომატია, რომელიც ახალ მსოფლიო რეალობაში ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა შეძლოს. ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნის მე-14 წელს კარგად უნდა იაზრებდეს, რომ მოსახლეობის თვალში ნაცრის შეყრა არ გაუვა. საზოგადოება ყველაზე უკეთ აღიქვამს რეალობას და არ დაუშვებს, რომ საქართველო კვლავ იმ ქვეყნად იქცეს, რომლის სუვერენიტეტსაც უცხოელი პოლიტიკოსები თუ ორგანიზაციები და გაერთიანებები ფეხქვეშ თელავდნენ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ დროა ხელისუფლებამ გადახედოს საკუთარ კურსს, გამოფხიზლდეს და შეწყვიტოს იმ გზით სვლა, რომელიც ქვეყანას სუსტ პოზიციაში აყენებს. საქართველოს სჭირდება პრაგმატული საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა და არა ილუზიებზე აგებული საგარეო კურსი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის შეფასებით საელჩოს განცხადება ყალბი პათეთიკით არის გაჯერებული, ვინაიდან სწორედ დიდი ბრიტანეთის სანქციების დაწესების გზით ებრძვის მედია საშუალებებს. საუბარია ლონდონის მიერ პოსტივისა და იმედის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეთიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება: ნიანგის სრემლები. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას უყრის კენჭს. მომხსენებელი საქართველოს წინააღმდეგ არაერთი დეზინფორმაციული შინაარსის ანგარიშის ავტორი რასა იუკნევიჩიენია. რეზოლუციაში კვლავ არის საუბარი სანქციებსა და უვიზო მიმოსვლის აკრძალვის აუცილებლობაზე. ამასთან დარეგისტრირებულია შესწორება, რომელიც ევროკავშირის სამი წამყვანი მედია საშუალების პოსტივის, იმედისა და რუსთავი ორის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. უსამართლო და დეზინფორმაციულ დოკუმენტს უწოდებენ იუკნევიჩიენეს რეზოლუციას ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალაში. მედიების დასანქცირების მოწოდება კი საპარლამენტო უმრავლესობაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მორიგ მცდელობად ფასდება. სამუშაო ვერსიაჯი რა იყო 1000 უაზრო უსაფუძვლო ბრალდებებით გაჯერებული და მით უმეტეს ახლა ეს დამატებები
ძალიან მკაფიოდ აჩვენებს კიდევ ერთხელ, რამდენად შორს არის სამწუხაროდ დღევანდელი ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები, რამდენად შორს არიან საღაზრთან, რეალობასთან და რამდენად შორს არიან ზოგადად დიალოგის სურვილთან. საქართველოს არ არის გამონაკლისი, ჩვენ ასევე ვიხილეთ აზერბაიჯანზე თავდასხმები ევროპარლამენტის მხრიდან. ქალბატონი რასას მხრიდან კიდევ ერთი რეზოლუცია არის ინიცირებული, სადაც მორიგი დეზინფორმაცია და ტყუილებია გავრცელებული, რომელიც კიდევ ერთხელ ასხამს ნაცების წისქვილზე წყალს, რომელიც კიდევ ერთხელ მტრობს ქართველ ხალხს და ახლა რა თქმა უნდა ამ რეზოლუციაში და ზოგადად ამ ახლად აგორებულ ტალღაშიც ჩვენ ვხედავთ საქართველოში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობას, სურთ რომ სამი ტელევიზია დაასანქცირონ და ამით თავისი ცენზურის პოლიტიკა კიდევ უფრო გაამძაფრონ. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ მათ ტყუილს, მათ დეზინფორმაციას შედეგი არ მოჰყვა სწორედ იმის გამო, რომ ეს ტელევიზიები მუშაობენ გამართულად. ეს არის ის მედია საშუალებები, რომლების საშუალებებითაც ხალხთან მიდის სიმართლე და რა თქმა უნდა, მათ უნდათ ამ ტელევიზიების დასანქციება, რაც პირველ რიგში ეს არის შეტევა დემოკრატიაზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, სწორედ იმ ღირებულებებზე, რასაც ისინი ვითომ იცავენ. ეს არის მათი დიდი მარცხი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე ოპერაციაში ჩართულ ამერიკულ ხომალდებს თავს დაისხმება, ქვეყანა სრულად განადგურდება. Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანული მხარე მოლაპარაკებების პროცესში ბევრად უფრო დამთმობი გახდა. მოგვიანებით თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის საზღვაო ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. მათი ფლოტი ფაქტობრივად სრულად განადგურდა. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერის პროგნოზით ირანთან კონფლიქტის დასრულებისთანავე ბენზინის ფასების სწრაფად და მნიშვნელოვნად შემცირდება. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ 6 ირანული კატარღა გაანადგურა და თეირანის მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტები და დრონები ჩამოაგდო. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა. კუპერმა ირანის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალებისგან თავის შორს დაიჭირონ. ადგილზე მყოფ სამხედრო მეთაურებს საჭირო უფლებამოსილება აქვთ, რომ თავიანთი დანაყოფები და კომერციული მიმოსვლა დაიცვან, აღნიშნა ადმირალმა. საქართველოს ევროპის პედიატრთა აკადემიის კონგრესს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 300-ზე მეტმა ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტმა მიიღო. ღონისძიება ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კონგრესი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში არსებული აქტუალური კლინიკური საკითხები, მათ შორის თანამედროვე დიაგნოსტიკური და თერაპიული მიდგომები განიხილეს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ აკადემიამ წელს სწორედ თბილისი ამოარჩია ყოველწლიური შეხვედრისთვის. ეს შეხვედრა ძალიან კარგი საშუალებაა, რათა პროფესიონალებმა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, გამოცდილება, გააცნონ ახალი ინოვაციები, მიდგომები, მკურნალობის მეთოდები. კონგრესზე მონაწილეობენ ძირითადად ევროპელი სპიკერები. საქართველოში ამ დონის ღონისძიება ნამდვილად პირველად ტარდება პედიატრიული საზოგადოებისთვის. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო. კივი მიქანაძემ განათლების სისტემაში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა. საუბარი შეეხო სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო ფორმას, პირველ კლასელთა და აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურებს, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობებს. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ რეფორმასთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი, ასევე განვიხილეთ თითოეული გადაწყვეტილების უკან რა დგას და რა მიზნებს ემსახურება ეს გადაწყვეტილებები და მივიღეთ დამსწრე საზოგადოებისგან სრული მხარდაჭერა რეფორმის განხორციელებაში, რაც მთავარია, მშობლების ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იმისთვის, რომ ეს რეფორმა იყოს წარმატებული, შედეგიანი, მშობლების ჩართულობის გარეშე ეს შეუძლებელი არის და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს. მინისტრმა მომწურავად ისაუბრა განათლების რეფორმის შესახებ. მე როგორც მშობელი აქტიურად ვადევნებ თვალყურს განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ ყველა რეფორმას
რეფორმას სიახლეებს ვაცნობიერებ და ვიაზრებ, თითოეული რეფორმა მიმართულია ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისკენ. სკოლის ფორმის შემოღება, საერთოდ სახელმძღვანელოები, ასევე რეფორმა, რომელიც სკოლაში გატარდება, თუნდაც ის 11 წლიანი სწავლება, რეპეტიტორიუმი და ასე შემდეგ, იმსახურებს ჩვენ მოწონებას და ვღებულობთ გამოწვევებს და მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ მათ. საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი იწყება. ისტორიული განახლების პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ესწრება. პირდაპირ ეთერში ვრთავთ ღონისძიებას. მოგესალმებით, მივესალმებ ბატონ პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ და შევაჯამებთ გასული 1 წლის შედეგებს, ასევე წარმოგიდგენთ განვითარების გეგმას, რომელიც სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს რკინიგზას. ახლა ვთხოვ ბატონ პრემიერ-მინისტრს სიტყვის გამოსვლას. მოგესალმებით, მივესალმები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მოგესალმებით ყველას, ქალბატონებო და ბატონებო. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. თქვენ როგორც მოგიხსენებათ, 1 წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად